ეს იქნება მათ შორის იგივე უცხოეთის ტურნეები და სხვათა შორის მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს. რეალ ტივი არის კიდე. მაგრამ სხვა არხებიც მიაწვდიან, მაგრამ რეალ ტივის განსაკუთრებით გადასცემენ ალბათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს. მე ოფიციალურად ვეკითხები, აქვს თუ არა მას ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების, ახლა ვადრი ბიწაძეს არ გულისხმობ, მიუხედავად იმისა, რომ ძებნა მასზე არავის არ გამოუცხადებია, რატომღაც მაინც იძახით, რომ ძებნილია, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მაინტერესებს ვადრი ბიწაძის გარდა აქვს თუ არა ჩემი ოჯახის რომელიმე წევრთან მიმართებაში რაიმე პრეტენზია ან კითხვა. იმიტომ რომ მე მინდა ზუსტად ვიცოდე გადაადგილების რა შესაძლებლობა მაქვს, რომ მე არ ატყდეს სახელი, რომ თურმე ან მე ან ჩემი შვილი, ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრი სადმე ვიპარებით, ვიმალებით. არსად არ ვიმალებით. კიდევ ამბობ, ბიწაძის თემა ცალკე თემაა, ვადრი ბიწაძის, არსად არ ვიმალებით დანარჩენები, თუ რამე პრეტენზიები გვაქვს, გითხარით. რომ მერე შემთხვევით არ აღმოჩნდეს, რომ რომელიმე ჩემმა შვილმა ან დედაჩემმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. პროდუქტების ყიდვის დროს, როგორც ეს მაგალითად გუშინ მოხდა. თუ რამე პრეტენზია გაქვთ, გამოგვიძახეთ. დაგვირეკეთ, ჩემი ტელეფონი იცის ბატონმა ვანომ, მიშასაც ახსოვს. და სხვათა შორის, ბატონო მიხეილ, ნუ მაიძულებთ თქვენს მიერ მოწერილი მესიჯები გავახმოვანო, რომელიც თქვენ, ვთქვათ, წუთნახევრის სიხშირით გამომიგზავნეთ ჩემი განცხადების გაკეთების შემდეგ, რომ აღარ ვიყრიდი პარლამენტის თავმჯდომარედ კენჭს. ძალიან ვცდილობ, რომ გარკვეული ზღვარი არ გადავლახო, ძალიან ვცდილობ. კი, შენახული მაქვს. ან ტელეფონში თვითონ. დიახ, ტელეფონში. რატო ინახა? სხვათა შორის შენახვა მოხდა სრულიად შემთხვევით. უბრალოდ ის ტელეფონი გამოვცვალე და დარჩა და ვნახე შენახულია. და აი ეს მესიჯები აბსოლუტურად გააბათილებს იმ მითს, რომ თურმე ბურჯანაძე გამოაგდეს იქედან, როგორც ძალიან საინტერესო იყო. იმედი აქ არის? არ არის. არ დაგვაფასა ბოლომდე. არ მოგეწონათ იმედის გაკეთებულ სიუჟეტში, სხვაზე არაფერს არ ვლაპარაკობ, რომ შევარდნაძის ხელისუფლების ნარჩენები რომ დარჩა თურმე ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში, მას შემდეგ რაც ბურჯანაძე სააკაშვილის რევოლუციურ გუნდს შეუერთდა. ვის შეუერთდა ბურჯანაძე? ახალაიას, რომელიც საერთოდ ვინ იყო არავინ არ იცოდა. ნახევრად მშიერი რო დარბოდა სურათების გადასახებად, ვის რა სახლი ქონდა შევარდნაძის ხელისუფლებიდან და ეხლა 10 იმდენის ქონება რო აქვს, რაც ყველას ერთად აღებულსა აქვს. მაშინდელ ვანო მერაბიშვილს, რომელსაც სერიოზულად არავინ არ აღვიქვამდა, თუ ზურა ადეიშვილს, თუ რომელს ძალიან მაინტერესებს. ხმამაღლა ლაპარაკს რომ ვერ ბედავდნენ ჩემთან და აი ესე უფრო იწმენდნენ მე რომ ელაპარაკებოდნენ. მე შეუერთდი სააკაშვილის რევოლუციურ გუნდს, ხომ 2003 წელს. სააკაშვილი ხომ არ შემოუერთდა ბურჯანაძე ჟვანიას და გაერთიანებულ დემოკრატებს. სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა არ იყო მაშინ ქუჩაში დროშებით რომ დარბოდა მოვიგეთ არჩევნები და სამართლიანი არჩევნები ჩატარდაო? ოღონ მეორე დღეს ხალხი რომ გამოვიდა, მიხვდა სააკაშვილი სად უნდა ყოფილიყო, განსხვავებით დღევანდელი ჩვენი ოპოზიციონერებისაგან. და ეს 4 თუ რომელი იყო ეს ბოლოს რო აჩვენეს და აი ეს ყველაფერი მარაზმი რაც ხდება სცენართან დაკავშირებით. გახსოვთ სააკაშვილის სიტყვები, მე რომ ამ ოპოზიციის ადგილზე ვიყო 2 თვეში ჩამოვაგდებდი ხელისუფლებასო? მე ვადასტურებ, რომ ის ამას ნამდვილად გააკეთებდა. ნამდვილად. რა გზით? იმ გზით, რა გზასაც ჩვენ გვაბრალებს. იმიტომ რომ როგორც თავისუფლად ართმევდა სააკაშვილი ტარიელ ონიანს ფულს. როგორც თავისუფლად ართმევდა იგორ გიორგაძეს ავტომანქანებს რომ კამპანია ეწარმოებინა. როგორც თავისუფლად თვითონ არ ბევინებდა თავის თავს მათ შორის 2003 წელს აჭარაში, როდესაც საკუთარი თავი თვითონ ცემეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა და ზუსტად იმიტომ არ ჩავედი მე მაშინ ბათუმში ქუთაისიდან. დავით ბერძენიშვილი არ ვიცი კონკრეტულად, მაგრამ ინსპირირებული და ინიცირებული იყო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და ამას ბატონი დავითიც დაგიდასტურებთ, დარწმუნებული ვარ. ერთი წამი დავასრულებ. როგორც ასე ვთქვათ, არ უკადრისობდა სააკაშვილის ბატონი გივით არგამაძე და სხვები ომის დროს რუსეთის გენერლებთან ჩუმჩუმად მოლაპარაკებებს. არ უკადრისებდა სააკაშვილი იმას, რაც ჩვენ არ გაგვიკეთებია, მაგრამ რასაც ჩვენ გვაბრალებს. სააკაშვილი ნამდვილად გამოიყენებდა მოლოტოვის კოქტეილს, ისე როგორც
მოდელირებული ქრონიკა 2, 3 თუ 4 თუ რომელი იყო ეს ბოლოს რო აჩვენეს და აი ეს ყველაფერი მარაზმი რაც ხდება სცენართან დაკავშირებით. გახსოვთ სააკაშვილის სიტყვები, მე რომ ამ ოპოზიციის ადგილზე ვიყო 2 თვეში ჩამოვაგდებდი ხელისუფლებასო? მე ვადასტურდა და ინიცირებული იყო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და ამას ბატონი დავითიც დაგიდასტურებთ, დარწმუნებული ვარ. ერთი წამი დავასრულებ. როგორც ასე ვთქვათ, არ უკადრისობდა სააკაშვილის ბატონი გივი თარგამაძე და სხვები ომის დროს რუსეთის გენერლებთან ჩუმჩუმად მოლაპარაკებებს. არ უკადრისებდა სააკაშვილი იმას, რაც ჩვენ არ გაგვიკეთებია, მაგრამ რასაც ჩვენ გვაბრალებს. სააკაშვილი ნამდვილად გამოიყენებდა მოლოტოვის კოქტეილს, ისე როგორც ეს მან გამოიყენა ქვები ბოლნიშში. სააკაშვილი ნამდვილად წავიდოდა იმაზე, რომ სპეციალურად მოეკვლევინებია ხალხი ხელისუფლებისთვის, რომ ეს გამოეყენებინა სათავისოდ. სააკაშვილი აუცილებლად გაურიგდებოდა გრუსპეცნას და შემოიყვანდა საქართველოში პრეზიდენტის ჩამოსაგდებად. სააკაშვილი ამას ნამდვილად გააკეთებდა და სხვათა შორის, რადგან ამდენჯერ ვახსენეთ ეს გრუ კიდევ ვიტყვი ერთ რუსულ ცნობილ გამოთქმას, რომ каждый думает в мире своей испорченностью, ქართულად ზუსტად არ ვიცი როგორ არის. სააკაშვილმა დახატა ზუსტად ის სცენარი, რასაც გააკეთებდა თვითონ ბურჯანაძის ადგილზე რომ ყოფილიყო. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, ისევე როგორც დღეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით თქვა. იმ ომმა, რომელშიც სააკაშვილმა ქვეყანა ჩართო, უზრუნველყო ის, რომ დღეს სააკაშვილი არის ხელისუფლებაში. და ეს სააკაშვილმა იცოდა ძალიან კარგად. ალბათ უნდა იყოს თქვენი პოლიტიკური გაერთიანება, კიდევ ვაპირებთ აქციების გამართვას, თუ ეს გამორიცხულია, თუ აი ამასთან დაკავშირებით საერთოდ. არა, გამორიცხული არაფერი არ არის, ნამდვილად შემიძლია მეკითხრათ, უბრალოდ აქციები ბუნებრივია თვითმიზანი არ არის. ჩვენ ეხლა უნდა კარგად ვნახოთ ვითარება როგორია. ბუნებრივია უნდა აიწონოს ყველა ნაბიჯი, რომელიც გადადგმული იქნა და ყველა ის შედეგი, რაც იქნა ან ვერ იქნა მიღებული და შესაბამისი ანალიზის შედეგად უნდა შევთავაზოთ ჩვენ საზოგადოებას ბრძოლის გაგრძელების ფორმები. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, გუშინ ჩვენ შევხვდით ჩვენი თბილისის აქტივის ერთ ნაწილს და მათ მიიღეს პირდაპირი დავალება, რომ პირველ რიგში, რაც არის გასაკეთებელი, არის გასაკეთებელი ის, რომ საზოგადოებამ საქართველოში იცოდეს სიმართლე. საზოგადოებამ იცოდეს ყველაფერი, რაც მოხდა. იქედან გამომდინარე, რომ ხელისუფლებამ პირდაპირ იერიში მიიტანა ყველაზე ვინც შემსირგვლივ მანქანისტარება იცოდა და მანქანისტარების უფლება ჰქონდა. იქედან გამომდინარე, რომ ყველა დაცვის წევრი მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის თანამშრომლები არიან და ამ თემას მე სულ 5 წუთით დაუბრუნდები, აყვანილი ყავდა ხელისუფლებას, ბუნებრივია ბატონი ირაკლი ბათიაშვილის გოგონა და მეუღლე როცა დააკავეს, მე წავედი პოლიციის განყოფილებაში, ტაქსით მომიწია მგზავრობა. და ტაქსის მძღოლმა მკითხა, მართალია ქალბატონი ნინო, რომ ხელისუფლებამ გასასვლელი არ მოგცათ, არ მისცა ხალხს და ხალხი დაიღუპაო, ხალხმა არ იცის სიმართლე. იმ ტელეარხების წყალობით, რომლებიც ესე ალამაზებენ ამ სიმართლეს. იმ ტელეარხების წყალობით, რომლებიც ამახინჯებენ სიმართლეს, რომლებიც ცილს გვწამებენ. მე მესმის, ეხლა ვხედავ და ადამიანური ურთიერთობა ყველა თქვენგანთან მეტნაკლებად მაქვს. მე მესმის, რომ თქვენ რაღაც უხერხულობას გრძნობთ, მათ შორის ადამიანურსაც. და არც სიამოვნებს თქვენ რო გიყურებთ და ამას ყველაფერს ვამბობ, მაგრამ თქვენ არ ფიქრობთ იმას, რას განიცდის ის ადამიანი და მისი ოჯახის წევრები, რომელსაც ასე ბოროტად და უსინდისოდ აბრალებენ ადამიანის მკვლელობას. რომელსაც ბოროტად და უსინდისოდ აბრალებენ სამშობლოს ღალატს. რომელსაც ბოროტად და უსინდისოდ აბრალებენ, რომ ყველაფერი ცუდი თურმე რაც ქვეყანაში ხდება, ყოფილა ნინო ბურჯანაძის დამსახურება და ყველაფერი კარგი რაც ამ ქვეყანაში ხდება, ყოფილა სააკაშვილის დამსახურება. ეს როგორ არის ხა ხელისუფლებაში რო ვიყავი, მიშას ძალიან ხელს უშლიდი? თუ რაღაც ცუდებს მე ვაკეთებდი, გაყოფილი მქონდა რომ ცუდებს ბურჯანაძე აკეთებდა და კარგებს სააკაშვილი. მე სააკაშვილის მომხრეებს, აი ტვინდაბნელებულებს ვეკითხები. ეგ როგორ იყო? რომ ყველაფერი კარგი და ეს რეფორმები, პოლიცია, რა რეფორმირებულიც არის, ვხედავთ. დიახ, ყველაფერი კარგი, უმეტესობა კარგი კანონებისა ნამდვილად შემიწყალობით იქნა მიღებული. აი როგორ შესრულდა ეს კანონები? ამას ვხედავთ ყოველდღიურ ჩვენ ცხოვრებაში. თორემ ის კანონები რომ სრულდებოდეს, თუმცა ყველა იდეალური არ იყო, რა თქმა უნდა, რომელიც ჩემს მიერ იყო მიღებული და
ხშირ შემთხვევაში გამობრძოლილი, დღეს საქართველოს ნამდვილად იქნებოდა დემოკრატიული სახელმწიფო. ეხლა რაც შეეხება დაცვას, უბრალოდ მინდა ორი სიტყვით თქვა. რუსთავი 2-ის პირველი არხის, მეორე არხის, მაესტროს, RTR-ის, Associated Press-ის, Reuters-ის კამერები ხომ იყო რესპუბლიკური საავადმყოფოს წინ? დილის 4 საათზე, როდესაც ჩემი დაცვის თანამშრომლები დააპატიმრეს და ჩემი შვილიც მიაყოლეს, ხომ იყო ეს კამერები? და გადიოდა პირდაპირ ეთერში ყველგან. იცით რა უწერიათ დაცვის იმ თანამშრომლებს, რომლებიც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან აიყვანეს პოლიციელებმა დაკავების ოკრში? რომ ისინი დაპატიმრებულნი არიან რუსთაველის გამზირზე, ღამის პირველის ნახევარზე თუ 2-ის ნახევარზე პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის. ეს როგორ არის დააკავეს 2-ის ნახევარზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე, მერე გამოუშვეს და მერე ისევ დააკავეს? და რას აკეთებს მაინტერესებს დაცვის პოლიცია, რომელსაც ჩვენ ყოველთვიურად ფულს უხდიდით და ეს ფული ბიუჯეტში შედიოდა და ეს ახალგაზრდები გაფორმებულნი იყვნენ ოფიციალურად დაცვის პოლიციაში. რატომ არ იცავს თავის თანამშრომლებს? და მე მაინტერესებს დანარჩენი ბიჭები, ვინც დაცვის პოლიციაში მუშაობენ, არ უსვამენ თავიანთ თავს კითხვას, რომ ისინიც ასეთივე დაუცველები იქნებიან. თუ მათი დასაცავი ობიექტი ერთ მშვენიერ დღეს არ მოეწონება ხელისუფლებას? ნუ ხართ გაჩუმებულები. ექიმები ნუ ხართ გაჩუმებულები, როდესაც თქვენს გვერდით თქვენს კოლეგას აპატიმრებენ და სამსახურიდან აგდებენ უსამართლოდ. მხატვრები ნუ ხართ გაჩუმებული, როცა ემირ ბურჯანაძე ცემეს. სირცხვილია მხატვრებო. თუ ემირ ბურჯანაძეს შემოყავდა იქ ან გრუდა, ან შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდა ვინმეს და თქვენზე ნაკლები პატრიოტია. სირცხვილია, როცა სოსო ჯაჭვლიანი ამდენი დღეა შიმშილობს და მთელი ქართველი სპორტსმენები ფეხზე არ არიან დამდგარი. რისთვის არის სოსო ჯაჭვლიანი დაპატიმრებული? თუ თქვენზე ნაკლები პატრიოტია სოსო ჯაჭვლიანი. სირცხვილია, როცა 20 კაცი ლუკა კურტანიძეს სცემს და თქვენ ამაზე ხმას არ იღებთ. ერთი თითო-თითოს ეცემა ესე მარჯვებიჭები რო არიან. რაჩიც დაიჭერდნენ, აი სად იქნებოდა ჩხუბი მორევაზე. თელი არ დარჩებოდათ არც ერთი ძვალი, რომ 20 მოერივნენ ხო ხელშეკრულ ლუკა კურტანიძეს. სირცხვილია, როცა გოგი ქავთარაძეს ტყვიას ესვრიან და ხმას არ იღებენ მსახიობები და სოსო ჯაჭვლიანის ცოლს ეუბნებიან, რომ კი გითანაგრძნობთ, მაგრამ რა ვქნათ? სერიალებში და კონცერტების წაყვანილი ფულით ვაჭმევთ ოჯახსო. ეს არის სირცხვილი ერის. ეს არის 37 წლის მობრუნება. როდესაც მწერლებს იჭერდნენ და მწერალთა კავშირი ხმას არ იღებდა. კომპოზიტორებს იჭერდნენ და კომპოზიტორთა კავშირი ხმას არ იღებდა. იგივე სიტუაცია დღეს და ძალიან სირცხვილია, რომ ამ ყველაფრის გამოვლის შემდეგ 70 წლიანი ბოლშევიზმის მერე ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ასეთი სინათლის მერე, რომელიც იყო 89 წელს. და როცა ვქონდა იმისი განცდა, რომ მთელი ერი შეკრულია ერთ მუშტად, ერთიანები ვართ, გავიაზრეთ წარსული შეცდომები და ეხა სხვა ქვეყანას ვაშენებთ, სირცხვილია, რომ 2011 წელს საქართველოს დიდი ნაწილი გაჩუმებულია იმ უსამართლობაზე, რაც დღეს საქართველოში ხდება. მე ძალიან მინდა ერთი რამ გთხოვოთ. ძვირფასო მეგობრებო და ამ შემთხვევაში არ ვანსხვავებ. მოგწონთ ბურჯანაძე, არ მოგწონთ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მე არავისთვის არ მithოვია ბურჯანაძის მხარდასაჭერად მოდით რუსთაველზე თქო. საკუთარი ხალხის მხარდასაჭერად უნდა მოსულიყავით. და როცა არჩევნები დაინიშნება, მერე გადაწყვიტეთ. იმ არჩევნებზე ბურჯანაძის მხარდასაჭერად წახვალთ, უგულავას მხარდასაჭერად წახვალთ. თუ არ ვიცი მე ბაგრატიონ მუხრანსკის მხარდასაჭერად წახვალთ. ეხლა ხალხს ჭირდება თქვენი თანადგომა. და ყველაზე მეტად, რაც არ მინდა ამ ქვეყანაზე. არ მინდა ის, რომ გიგა ბოკერიას და მიხეილ სააკაშვილის სიტყვები შენ არ იცნობ ქართველ ხალხს, უღირსი ხალხია და მეც არ იმსახურებსო. ნამდვილად არ მინდა, რომ რომელიმე ჩვენი ქმედებით მათ ვათქმევინოთ, რომ ჩვენ ვიყავით მართლები. ჩვენ ვიცით ქართველებს როგორ უნდა მოვექცეთ. დანარჩენი ქართველებო, თქვენზეა. გინდათ ბრძოლა ხვალინდელი მომავლისთვის. ჩვენ აქ ავართ.
უკან არ ვიხევთ და ჩვენი პირადი თავგანწირვის მაგალითი ნამდვილად დაგანახეთ. თავზე მოხვევას ნამდვილად არ ვაპირებთ არაფრის, იმიტომ რომ თუ ადამიანს საკუთარი ღირსებისთვის ბრძოლა არ უნდა, ამას ძალით ვერავინ ვერ გაგაკეთებინებთ. ოღონდ მე ერთი რამის მეშინია. 10, 15 და 20 წლის შემდეგ ეს მაინც მოხდება. მაგრამ მოხდება ისეთი სისხლიანი სცენარით, როგორც ეს ხდება ლიბიაში. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას არ შერჩეს ეს, რაც მან გააკეთა, რომ 21 საუკუნეში ქვეყანა აქცია დიქტატურად და გარწმუნებთ, რომ არც შერჩება. არავითარ შემთხვევაში არ შერჩება. ოღონდ ეს რომ იყოს უმტკივნეულო და არა ისეთი, როგორიც იყო 26 მაისს. ამოიღეთ ხმა, როცა თქვენს მეზობელს ღირსებას ულახავენ. იმიტომ რომ ხვალ თქვენს ოჯახში ჩემოვი. დიდი მადლობა.